დიახ, ჩვენ ვიმყოფებით დმანისში, მუნიციპალიტეტის ცენტრში, სადაც ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. ეს არის სოლიდარობის აქცია ლაშა ჩხვიმიანისთვის, აქტივისტი, რომელიც უკვე მე-7 დღეა შიმშილობს მზია ამაღლობელის რეჟიმის ტყვის სოლიდარობის ნიშნად, რომელიც საპატიმროში შიმშილობს უკვე 24 დღეა. მე მინდა კადრში გაჩვენოთ, თუ რა ვითარება არის ახლა მუნიციპალიტეტის ცენტრში, აქ მიმდინარეობს სიტყვით გამოსვლები, საკმაოდ ბევრი ადამიანი არის შეკრებილი, როგორც თავადაც აღნიშნეთ, აქ დედაქალაქიდანაც არიან ჩამოსულები იმისათვის, რომ სოლიდარობა გამოუცხადონ ლაშა ჩხვიმიანს, რომელიც უკვე მე-7 დღეა საკუთარ მანქანაში მერიის წინ შიმშილობს. მისი თქმით, ეს იყო ერთადერთი იარაღი, რაც ჰქონდა იმისათვის, რომ დაპირისპირებოდა რეჟიმს და წინააღმდეგობა გაეწია უსამართლობისთვის, რომელსაც ხედავდა, მათ შორის იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მზია ამაღლობელის შიმშილობა საპატიმროში, რომელიც რეჟიმმა უკანონოდ დააპატიმრა. აქ შეკრებილი ადამიანები მოუწოდებენ ლაშა ჩხვიმიანს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, რადგანაც ის აქტივისტები, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ქვეყნისათვის, აუცილებლად უნდა იყვნენ მათ რიგებში და არ გამოაკლდეს არც ერთი მათგანი იმ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძვიან. ლაშა ჩხვიმიანმა გასცა დაპირებაც, რომ თუ კი დღეს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პატარა ქალაქში, რომელშიც უამრავი მუნიციპალური პრობლემა არის და ინახავს ერთობას, მაშინ ის შეწყვეტს შიმშილობას და გადავა ბრძოლის აქტიურ უფრო სხვა ფაზაში. ჩვენ ჩავწერეთ ლაშა ჩხვიმიანიც და მაყურებელს შეუძლია მისი კომენტარი პირდაპირ ეთერში მოისმინოს. პირველივე დღიდან მხნედ ვარ და ამ 7 დღის განმავლობაში პირიქით უფრო და უფრო მემატებოდა მხნეობა, არ ვიცი რა ხდება ჩემთან საიდან მოდის ეს მხნეობა, მაგრამ მოდის საიდან ხალხის იმედით მოდის ეს მხნეობა. ამ ხალხის გარო ვხედავდი იმას, რომ თანხმდებოდით, რომ უსამართლობა ხდება და უსამართლობის გარშემო ერთად უნდა დავდგეთ, ესაა ერთადერთი იარაღი დღეს ჩვენი დარჩენილი. ეს მომხნევებდათ არ ქონდა მოლოდინი, რომ დმანისი რაღაცა ერთობას, ერთად დგომას საჩვენებდა და ადგილობრივებმა იციან, რომ აქ 6 საათზე ხდება, ადგილობრივებით შემოგვერდებიან. ეხლა 5 საათი აქ შეკრებილები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, როგორც გითხარით, თბილისიდანაც ჩამოვიდნენ სამოქალაქო აქტივისტები, მათ შორის არიან ვასო აბაშიძის თეატრის მსახიობები, შეიძლება ითქვას მთელი დასი, რომელიც საქართველოს მასშტაბით მანიფესტებს მართავს და ესაუბრება საქართველოს მოქალაქეებს. მე მინდა გავესაუბრო გურამ მაცხონაშვილს, რეჟისორს. ბატონო გურამ, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ, გაგესაუბრებით თუ შეიძლება. გითხარით დღევანდელი სოლიდარობის აქტის შესახებ ლაშა ჩხვიმიანის გასამხნევებლად და მის მხარდასაჭერად ხართ ჩამოსულები. რა არის თქვენი სათქმელი და რას ნიშნავს ის, რომ რეჟიმი არ ისმენს საკუთარი მოქალაქეების ხმას და მოქალაქეებს უწევთ მიმართონ პროტესტის უკიდურეს ფორმას, როგორიც არის შიმშილობა? ჩემ სათქმელზე არ გავჩერდები იმაზე, რა არის ლაშას სათქმელი. ლაშასთან მქონდა დიალოგი დღესაც, წინა დღეებშიც და ლაშასთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ადგილი დმანისი იყოს ფხიზელი, გამოფხიზლებული, იყოს ჩართული პროცესებში და დღეს უყურებთ დაგვიანებულ აქციას თბილისის მხრიდან. ჩვენ თეატრალურ სფერომ და კულტურამ ზოგადად ვერ მივაქციეთ საკმარისი ყურადღება ლაშას, მაშინ როცა უსამართლოდ მოეპყრა რეჟიმი და ეხლა ეს არის ამის გამოსწორება და კომპენსირების მცდელობა. მგონია რა ეხლა დმანისელებიც მოდიან, მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სიფხიზლე შევინარჩუნოთ მომდევნო დღეებშიც, იმიტომ რომ ეს გეოგრაფიული გაწყვეტილება ძალიან ვნებს პროცესს და მგონია რომ ამას შევძლებთ, დმანისი იქნება ერთ-ერთი აქტიური წერტილი და ეს იქნება აუცილებლად გადამდები სხვა გეოგრაფიული ადგილებისთვის თბილისში და თბილისის მიღმა. ძალიან დიდი მადლობა. გურამ მაცხონაშვილს უსმენდით, მე შევეცდები გავესაუბრო ასევე აქ შეკრებილ სხვა ადამიანებსაც. გიორგი ბახუტაშვილს ხედავთ. გიორგი, მოგესალმებით, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ, გითხავთ თუ შეიძლება. დღეს ჩამოხვედით თეატრალური სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის მხარდასაჭერად ლაშა ჩხვიმიანისთვის. გითხარით რა იქნება თქვენი სათქმელი, როდესაც ვუყურებთ ეგრეთ წოდებული ხელისუფლის ამგვარ ქცევას, რომ ადამიანები მიჰყავს პროტესტის უკიდურეს ფორმამდე, რადგან არც ერთი ფორმით არ ესმის მათი ხმა. საიდანაც ისმის ჩვენი თანამებრძოლების ხმა, იქ ვართ ყოველთვის და დღეს ზუსტად ეგ შემთხვევაა.
ლაშას გვერდით გავერთიანდით. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ხო, ნუ უფრო დავაზუსტოთ ეგეთ სურათს ქმნიან, რომ რაფორმასაც არ უნდა მიუმართოთ პროტესტის, ვერ აღწევს თითქოს იმ ადამიანებამდე, ვისკენაც არის მიმართული ეს პროტესტი. სათქმელი ჩვენი მეგობრებისთვის მაქვს ის, რომ ძლიერები და მხნეები გვჭირდება, ჩვენი თანამებრძოლები. ისინი ამ ადამიანების სიკვდილზე უკვე აწერენ ხელს, როცა ქვეყანაში ყავს ადამიანი, რომელიც 24 დღეა შიმშილობს და შენ ამას არ იმჩნევ, თითქოს ვერ ხედავ, ეს ნიშნავს, რომ შენ აწერ ხელს მის სიკვდილზე. ეს პირდაპირ მესიჯია მათგან და ჩვენ გვჭირდება ისეთი გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც რეალურად შედეგის მომტანი იქნება. მე არ ვამბობ, რომ ამ ადამიანების ეს პროტესტის უმძიმესი ფორმა შიმშილობა შედეგის მომტანი არ არის, უბრალოდ აქ ჩამოვედი იმ თხოვნით და იმ სურვილით, რომ სხვა რაკურსით დაინახონ მოვლენები ამ ადამიანებმა, შეწყვიტონ შიმშილობა, იმიტომ რომ იმისთვის რომ ეს პროცესები ბოლომდე მივიყვანოთ, რაც დავიწყეთ, აუცილებლად უნდა ძლიერები ვიყოთ, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ადამიანები შიმშილობენ, თავს იწვავენ და ასე შემდეგ. არ ვიცი მაგაზე მძიმე რა უნდა მოხდეს და მათი რეაქცია არის ის, რაც არის დღეს კიდე რაღაც კანონების გამკაცრებაზე საუბრობდნენ და ნუ ხო რა მათი მესიჯი არის, რომ აი ესე რაღაც ერთ თავისუფლების კონძულზე გაერთიანებული ხალხი ნელ-ნელა შეგვავიწროვონ და ბოლოს გავგჭყლიტონ, მაგრამ ჩვენ ნელ-ნელა გავაფართოვებთ ამ თავისუფლების კონძულს ისევ ერთიანობით და ისევ იმ სიძლიერით, რომელიც აუცილებლად გვჭირდება და აუცილებლად უნდა დასრულდეს ეს შიმშილობა. ჩემი თხოვნა ესეთია ყოველ შემთხვევაში. იმედია ლაშა გაითვალისწინებს და სხვა მოშიმშილეებიც. მადლობა. მოკლედ ასეთი არის ვითარება. ახლა დმანისში აქცია კვლავ მიმდინარეობს და გრძელდება. რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მათ შორის მოქალაქეებს, რომლებიც რეჟიმის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ფორმას, მოუწოდებენ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა ლაშა ჩხუიმიანს ამ შემთხვევაში და ერთად გააგრძელონ სხვა ფორმებით ბრძოლა. მე მინდა კადრში ნახოთ ოფიციალურად აქცია 6 საათზე დაიწყო და აქ მოდიან როგორც თბილისიდან აქტივისტები, ასევე ადგილობრივი ადამიანები და სწორედ ეს იყო ლაშა ჩხუიმიანის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც და თხოვნაც, რომ ერთიანობით ეჩვენებინათ აქ შეკრებილ ადამიანებს თავიანთი ძალა.